10 წელიწადი დიდი დროა. 10 წელიწადში შეიძლება ქვეყანა აშენდეს. თუ არ აშენდა, ოდნავ მაინც წაიწიოს წინ. ქართული ოცნების დამოკიდებულებას კი განვითარებაზე ყველაზე უკეთ მათივე აი ეს დეპუტატი აღწერს. მოდით მე ჩემ აზრს ასე დავაფიქსირებ. ქვეყანა ბორძიკებს, მაგრამ ბორძიკებს სწორელი მიმართულებით. არადა რა დიდებული დაპირებებით მოვიდნენ? თითო სოფელს საქართველოში ერგება 5 მილიონი. იქნება საშუალება იაფი და იოლი ფულის. იაფი და უფასო ფულისაც კი თუ გნებავთ ჩვენ სოციალურ დახმარებასაც გავაორმაგებ და გავასამაგებ. სულობით და ათასობით საწარმო უნდა გაიხსნას და ეს იქნება საფუძველი და არა ის რაც ხდება დღეს ერთო საწარმოს გახსნიან და 2 წლის განმავლობაში იმას ატრიალებენ. თუ შეიძლება კიდევ ერთხელ გავამეოროთ სიმონ ნოზაძის სიტყვები თუ რა მივიღეთ 9 წლის თავზე. ძალიან მიყვარს ეს ვიდეო. ქვეყანა ბორძიკებს, მაგრამ ბორძიკებს სწორელი მიმართულებით. ახლა ვიღაცები გამოხტებიან და დაიწყებენ ეკონომიკა სულ ზღაფავსო, განათლების სისტემა ჩამოშლიაო, ლარი უფასურდებაო, ბენზინი გაძვირდაო, ანუ რის თქმა გინდათ რომ ახლა ჩვენ უნდა ავდგეთ და ეკონომიკა ვავითაროთ, სასამართლოს ფუნდამენტური ცვლილება დავიწყოთ, ნატოში გავწევრიანდეთ. თუ მიაქციეთ ყურადღება, აი მახსენეთ თუ არა ნატო წარმოიცა ჯიქა. განათლების ბიუჯეტი გავზარდოთ და ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია დავიწყოთ. არა. აბა რა უნდა ვქნათ? რავი, ნაცებს ვებრძოლოთ. თქვენთან ერთად ისინი სამუდამოდ უნდა მოვაცილოთ ხელისუფლებას. ყველა ქალაქში, ყველა რაიონში და ყველა სოფელში. ნაცმოძრაობის არ დაბრუნებაზე არის პირველ რიგში პასუხისმგებელი ქართული ოცნება. წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ვერასოდეს ვეღარ დაბრუნებენ ჩვენს დაურბაში და ჩვენი ხელისუფლებაში. ნაცებს ექნება თავისი ადგილი, რომ ისინი ვეღარ იბლატაებენ, ესე ვთქვათ. თითებს ნუ იქნებ. ეკლესიის წრებს და სახელმწიფო წრებს ჩავაბარებ წარსულს. რას გიზამეთ? დაგამთავრებ. ქართულ ოცნებას ნაცებთან ბრძოლის ერთი ასეთი გადასარევი მეთოდი აქვს შემუშავებული. ერთი შეხედვით აქ ჩანს რომ ლარი არის გაუფასურებული. ხომ ასე ჩანს? მაგრამ სინამდვილეში ეს არის ნაციონალების მოფიქრებული მორიგი სიცრუე და ლარი ძალიან კარგად გრძნობს თავს. ლარი დავიწყებ. დიახ. რომ მოგონილი თემაა ესეც, არავითარ თვირთად არ აწევს ეს საზოგადოება. აი სპასებზე არასახულა, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, გარდა კარგისა. ლარი აჩვენებს სწორედ რომ ჯანმრთელი ორგანიზმია. ნაცები ხარ თქვენ? აბა რა არის თქვა კაცმა რომ ლარიო ჯანსაღად და სწორად იქცევა და ტაბლოზე რა ციფრები გიწერიათ რა არის ეს მართლა არ უნდა ქვალების ბრიალი რა რასაც გეტყვი მაგას იზამ დაუწიეთ როზე ახალე რა ნაცები ხარ ხო მოგივლით ყველას რა არაფერი ცუდი არ ხდება არაფერი კატასტროფული არაფერი ეს ფასებზე არ გადავთვალა თუ ფასებზე გადავა მთავრობას აქვს ამის ბერკეტები დაწიე კიდე დაწიე კიდე, მიდი ნუ ატრაკებ რა, მიდი დაწიე კიდე. კიდე დაწიე? ეგ არის. ოპ, კაია, ეგ არის. ყოჩა. მეგობრებო, როგორც ხედავთ, ჩვენ ნაციონალური მოძრაობის მორიგ ცრუ პროპაგანდას ბოლო მოუღეთ. ლარი გამყარდა. თუ როგორ ამბობს? ჯანსაღად იქცევა და ძალიან სწორად იქცევა. ქართული ოცნება 2012 წლიდან მოყოლებული აბსოლუტურად ყველა პრობლემის უკან ნაციონალურ მოძრაობას აყენებს. თუ კი რამის გაფუჭება შეიძლება და ყველაფერი გააფუჭეს. ყველაფერი დაანგრიეს, თუ კი რამის გაფუჭება შეიძლება. 2014 წელს რუსთაველზე საახალწლო განათებები რომ გადაიწვა, ეგეც ნაციონალების ბრალია. თუ გადამწვარი არის ის ჩამოკიდებული განათება და რა ხდება? ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც დაგვდა 2022რომ უმუშევრობაა, ვინმე ზეჭვი ხომ არ გეპარებათ, რომ მაგის უკანაც ნაცებით განან. სამწუხარო რეალობაა, უამრავი გაჭირვებული ადამიანია, მაგრამ ჩვენ თუ ობიექტურ ანალიზს არ გავაკეთებთ, ამას ივანიშვილს მივაბრალებთ. კი, ნაციონალების პრობლემაა ესა. და საერთოდ ღარიბები რომ ხართ და საჭმლის ფული არ გაქვთ, მაგრად ტეხავს. ნუ ხართ ღარიბები ხალხო. და მით უმეტეს თქვენს ამ სიღარიბეს ხელისუფლებას ნუ აბრალებთ. აი, კარგად დამასწარით უკვე. ღარიბი და გაჭირვებული ადამიანი საკუთარ სიღარიბეს საკუთარ პრობლემებს როგორც ესე ადამიანებს ძალიან უჭირთ საკუთარი თავი და დანაშაულონ. სულ ეძებენ ხელისუფლებაში.
თქვენი აზრით უკრაინამ რატომ გაიწვია საქართველოსთან ელჩი? შემთხვევით იმიტომ ხომ არა რომ უკრაინის ხელისუფლებაშიც ნაცები არიან? გვაქვს სამწუხარო მოცემულობა და ძალიან უცნაური მოცემულობა, რომ ადამიანები, რომლებიც არიან საქართველოს ოპოზიციაში, არიან უკრაინაში ხელისუფლებაში. ამერიკის ხელისუფლების უკანაც ნაცები დგანან. ახლა შეიძლება იფიქროთ რა სისულელეაო, არა და არა და ყავს თავისი ადამიანები ჩანერიგილი. ნაცების მიერ მომართული ხალხი მართავენ ამერიკის თქვენი ფანტაზიური დედები უნდა ბენზინი კიდევ გაძვირდა. არა და როგორ მახსოვს კახი კალაძის ცნობილი დაპირება 2012 წელს. საწვავის პასი, გაზის პასი, შუქის პასი, ყველაფერი შეიძლება, ყველაფერი დაიწყოს. მოდით მოვისმინოთ ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარი ამასთან დაკავშირებით. ვარ დაინტერესებული იმისთვის, რომ რაჭილო შეუმსუბუქოთ ჩვენს მოქალაქეებს ის ასე ვთქვათ გაზდილი ფასები და წნეხი რომ ეს უკან იდგა პირდაპირ უნდა ითქვას რომ ნაციონალური მოძრაობა ნამდვილად ასეა, მე აბსოლუტურად ვეთანხმები ირაკლი ღარიბაშვილს. ბენზინის ფასის ზრდის უკან ნამდვილად ნაციონალები დგანან. სატირალი რომ არ იყოს, ხომრობა შეიძლებოდა. ვერც თქვენ მოახერხეთ გულიანად გაღიმება.